მე ვარ დავით კირია, მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი კიკბოქსინგში და აგრეთვე აფხაზეთის მეომართა კავშირის გამგეობის წევრი. მაქვს ჩემი სახელობის საბრძოლო აკადემია, რომელიც აერთიანებს სპორტის რამოდენიმე სახეობას. ესენია ძიუდო, კიკბოქსინგი, კუდო, გრეპლინგი და MMA-ის სპორტის სახეობა. ჩვენ აკადემიაში ირიცხება დაახლოებით 300-მდე სპორტსმენი, როგორც მოზარდები, ასევე დიდი ასაკის სპორტსმენები და ჩვენ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ჩემპიონატებში ვიღებთ მონაწილეობას და საკმაოდ წარმატებით და ღირსეულად წარმოადგენთ ჩვენს აკადემიას. ჩვენს სპორტულ აკადემიაში მოსული ნებისმიერი წევრი თუ სტუმარი შემოგზავნებისთანავე ნახავს გენო ადამიანს საქართველოს ეროვნული გმირის ფოტოს და წარწერას. თუ ადამიანს უწევია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა. ჩემს კარიერაში ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და მნიშვნელოვანი მომენტი არის და იქნება საქართველოს დროშის ღირსეულად აწევა მსოფლიო ასპარეზზე. ის მომენტი ის განცდა, როდესაც შენ წარადგენს შენ სამშობლოს, როცა წარადგენს შენს ქვეყანას და ამ დროშას წევით ღირსეულად, ეს არის ყველაზე დიდი ემოციის მომტანი, სიამაყის მომტანი, რადგან მიმაჩნია, რომ როდესაც შენ ხარ ქართველი და წარმოადგენს შენ სამშობლოს, ამით უნდა მაყოფდე და გამოირჩეოდე პატრიოტიზმით. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა დგას გმირებზე, გმირების მაგალითებზე და ასევე აუცილებლად უნდა იზრდებოდეს მომავალი თაობა გმირების მაგალითებზე და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, არა მარტო ის, რომ ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ჩვენს ეროვნულ გმირებს, ამ ადამიანებს, ასევე ჩვენ მომავალი თაობა, რომელიც ძალიან ბევრი იზრდება ჩვენს სპორტულ დარბაზებში, უნდა იცნობდნენ, მათი ცხოვრება უნდა იცოდნენ და მათ მაგალითებზე უნდა იზრდებოდეს. ჩვენი სპორტული დარბაზები საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში გვაქვს და რამოდენიმე სპორტულ კლუბს ჩვენ მივანიჭეთ გენო ადამიანს სახელი და სწორედ ეს არის ერთ-ერთი კიდე ის მიზეზი, რომ აუცილებლად ახალი თაობა ჩვენი მომავალი პატრიოტი ახალგაზრდობა უნდა იცნობდნენ ეროვნულ გმირებს და იზრდებოდნენ მათ მაგალითებზე. ჩვენ სპორტულ დარბაზებში ძალიან ბევრი დევნილი ახალგაზრდა ვარჯიშობს და გამომდინარე აქედან ჩვენ აფხაზეთის სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობთ, გაგვაჩნია საერთო ინტერესები, საერთო პროექტები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ამ მოზარდებს, რომლებსაც აქვთ დევნილი სტატუსი და ჩვენ წვლილი შეგვაქვს მათი სპორტული თუ სხვა დანარჩენი განვითარებისთვის. იყო აფხაზეთის მეომართა კავშირის გამგეობის წევრი არის ჩემთვის პირველ რიგში ძალიან დიდი პატივი, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როდესაც მე მეომართა კავშირში მივდივარ სტუმრად და ხვდები იქ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ერთიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ვხედავ მათ ნაომარ სახეებს, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული, ძალიან დიდი მოტივაცია და რაღაც შემთხვევაში ძალიან გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენს ქვეყანაში მომავალში იყოს ომი, მაგრამ მინდა რომ რაღაც ისეთი ღირსეული წვლილი შევიტანო, როგორი წვლილი შეიტანა ამ ადამიანებმა, რადგან მათ მთელი თავისი ცხოვრება, თავისი ახალგაზრდობა და თავისი ჯანმრთელობა დატოვეს იქ და რაც ყველაზე გასაოცარი არის, რომ დღეს რომ სამშობლოს დასჭირდეს, მათი 99% მზად არის იგივე გზა გაიაროს და თავის საკუთარი სიცოცხლეს კი დათმოს საქართველოსთვის, სამშობლოსთვის, პატრიოტიზმისთვის და საქართველოს ერთიანობისთვის. ზუგდიდში ჩემი სახლიდან სულ რაღაც 8 კილომეტრში არის აფხაზეთი და ძალიან ბევრი ჩემი ნათესავი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჩემს სახლში, ძალიან ბევრი სკოლის ამხანაგი კლასელი, სკოლელი მყავს აფხაზეთიდან და ყველაფერი მაქვს ჩემი თვალით ნანახი, ის ყველა ტკივილი, ის ყველა განცდა, ის ყველა ემოცია, ის ყველა სინანული, რომ მიმაჩნია, რომ ვარ ნაწილი, რადგან აფხაზეთი არის საქართველო, აფხაზეთი არის ჩვენი სამშობლო და ზუსტად ისე მიყვარს, როგორც დანარჩენი საქართველო. ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გამხილიანებული იყოს და ერთიან და ბედნიერ ქვეყანაში გვეცხოვრობს. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს.